ახლა აქ მცხეთის იზოლატორში 14-ჯერ დაღამდება და გათენდება იმ ჟურნალისტისთვის, ვინც სარკასტული წინადადების გამო რეჟიმმა დააპატიმრა. მისთვის გამოტანილი განაჩენი, რომელიც მოსამართლეს ზვიად ცეკვავას ეკუთვნის, კრიტიკული მედიისთვის გამოტანილი საერთო განაჩენია. ვახოსანაიას თქვენ გამოუტანეთ განაჩენი და რამდენად სამართლიანად მიგაჩნია 14-დღიანი პატიმრობა სატირული პოსტის გამო? კომენტარს თქვენთან არ გავაკეთებ არაფერთან დაკავშირებით, კარგად ბრძანდებოდით. და რატომ არ გააკეთებთ? ჩვენი ჟურნალისტია დაჭერილი თქვენი გადაწყვეტილების გამო. კარგად ბრძანდებოდით. ავტოკრატიისადმი დაუმორჩილებლობა ადამიანის ილუსტრაცია რომ იყოს, მას ბორკილებ დადებული ჟურნალისტის სახე ექნებოდა. 22 ივლისს გიორგი სანაიას მკვლელობის წლის თამამდე 4 დღით ადრე მისი ძმა ვახოსანაია ამ ცოცხალ ილუსტრაციად იქცა. როგორც უნდათ ისე დაწერონ, ჯარიმა იქნება ეს პატიმრობა იქნება ეს მე საერთოდ არ მაინტერესებს. მე მაინტერესებს ერთადერთი რაღაც, რომ საზოგადოებამ დაინახოს, რომ ვერ გააჩუმებენ ადამიანებს. რაც არ უნდა რეპრესიული მეთოდები მიიღონ, რა მოსატანია 14-დღიანი პატიმრობა იქნება თუ რაღაც ჯარიმა, რომელსაც არასდროს არ გადავიხდი, რამდენიმეა უკვე მოგროვებული. თავარი არის, რომ ჩვენ არ გავჩუმდეთ. ინტერვიუ დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე ჩავწერეთ. 20 წუთში ვახოსანაიას დასაჭერად 4 პოლიციელი მოდის. მას იჭერენ როგორც დამნაშავეს. სინამდვილეში კი მას სჯიან პროფესიული საქმიანობისთვის. წინა შემთხვევაშიც ქუჩაში გაგვაჩერეს და წამიყვანეს. ახლა აქ მოვლენ ალბათ, ან სულ ერთია ეს შემთთვის, ან ძალიან ლაღად და კარგად ვარ. ვიცი რასაც ვაკეთებ და ამიტომ. ვახოსანაიას პოსტის სამიზნე ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი შალვა პაპუაშვილი და დეპუტატი ვლადიმერ ბოჟაძე არიან. თუ ვინმეს ეს პოსტი გამორჩა, ვახოს დაკავების შემდეგ ინტერესი აუცილებლად წასძლევდა წაეკითხა. ლადო ბოჟაძეს სიტყვა გაექცა ლევან მურუსიძეზე და ეგრევე გადააწნეს სახრე ზურგზე. იმედია სუ არ ეძახეს, რადგან აკრძალულია კანონით ლადოსთვის დაძახება. აქვე მინდა მოგიწოდოთ ნურც, თქვენ უწოდებთ ლადოს. ამ პოსტის გამო ვახოსანაია 6000 ლარით დააჯარიმეს, რის შემდეგაც მან ჩვეულის სარკასმით დაწერა კიდევ ერთი სტატუსი. პატიმრობაც ამ სტატუსს მოჰყვა. სტატუსი დავწერე პაპუაშვილსა და ბოჟაძეს. ნუ დაუძახებთ მეთქი და 6000 ლარით დამაჯარიმეს. რა ვიცი აბა, ეძახეთ. სანაიას წინააღმდეგ საქმე იმ ფანტასმაგორიულმა სამმართველომ აღძრა ქართულმა ოცნებამ კომუნიკაციების სისტემური მონიტორინგის სამმართველო რომ უწოდა. საზოგადოებამ კი სქროლვა სქრინვის სააგენტო. სიტყვის თავისუფლებასა და ღირსების შელახვას შორის წითელი ხაზის გავლება უწყებაში რომ უჭირთ თავიდანვე ცხადი იყო. ის სპეციალურად მიდის ამ ყველა ამ ნაბიჯზე და ძალიან კარგად აქვს გათვლილი ის შედეგები, რაც ამას მაგრამ მისი მხრიდან ეს არის ბრძოლა, ეს არის დაუმორჩილებლობა და აი აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ვახოს კარგად იცნობ, ვერაფერი ვერ გატეხავს მას. და აქვე ვიტყვი, სამარცხვინოა ყველა ის ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსი და ეს არა მომიჭრათ. ვინც ამ სიტუაციაში ებრძვის მედიას, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. მედიას, რომელიც მართლა აი ამ შიშში, ამ აბსოლუტურ უხელფასობაში, უდიდეს ფინანსურ კრიზისში უხელფასოდ მუშაობს, იმიტომ რომ მოვალეობა თავისი ვალი ამ ქვეყნის წინაშე აქვს ბოლომდე გააზრებული. პროპაგანდისტული მედიის გარდა ყველა მედია საშუალების გაქრობის აგრესიული მცდელობა რეჟიმმა რუსული კანონისა და ეგრეთ წოდებული ფარას კანონის ქართული ვერსიის დამტკიცებით დაიწყო. საბოლოოდ ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობელის პატიმრობა რეპრესიების მთავარ და საზარელ სახეხატად იქცა. ახლა ეს მორიგი ტალღაა, როცა გამოხატვის თავისუფლების გამო ჟურნალისტები ხდებიან დევნის ობიექტები, ეს ისევ და ისევ როგორც სხვა
შემთხვევებშიც არის მეთოდი რეალურად შეშინდნენ ჟურნალისტები ის როგორც ერთი ინდივიდუალური ჟურნალისტი ვინც გახდა სამიზნე ასევე იყოს ზავნილი სხვებისთვის რომ ვეღარ გაბედონ თავიანთი სარედაქციო და პროფესიული თავისუფლების ფარგლებში ისაუბრონ და თქვან ის რაც მიაჩნიათ სწორად დრაკონულ კანონებს დრაკონული კანონები ემატება. ეს რეპრესიული მანქანა უმთავრეს სამიზნედ საგამოძიებო მედიას ირჩევს. მიზნად ისახავს ხალხის დუმილს, შეჩერებულ ეთერს და ბორკილებ დადებულ ჟურნალისტებს. აი რა მიზანი შეიძლება ქონდეს აი ყველაფერს, ხო? დღეს არის ივლისი, არანაირად დატვირთული საინფორმაციო დღე, როდესაც ქართულმა ოცნებამ დღის მთავარ ამბად აქცია სიტყვისთვის საქართველოში ჟურნალისტის დაკავება. ამას გააჩნია არა მხოლოდ ვახოსანაიეს წინააღმდეგ, ვახოს დასჯის, ვახოზე შურისძიების საბაბი. არა, ეს არის ზოგადად საზოგადოების დაშინების საფუძველი, იმიტომ რომ ხვალ თბილისის მერია რომ უკანონოდ გასცემს, ან შეცდომით გასცემს სამშენებლო ნებართვას და კორპუსს რომ საძირკველი გამოეცლება. მოქალაქეს რომ უკანონოდ დააკავებენ და ციხეში გაუშვებენ, ხმის ამომღები აღარავინ აღარ იყოს. Брат, сейчас такая ситуация в Грузии, что рубли остановились вообще. საგამოძიებო ტელეგადაცემებზე მიტანილ იერიშს შორის უპრეცედენტოა შაბათის ფორმულას წინააღმდეგ დაწყებული რეპრესია. გადაცემას, რომელიც წლებია ყოველ შაბათს რეჟიმისგან დაჩაგრული ადამიანების, ტრანსნაციონალური დანაშაულისა და ქართული ოცნების დაუსჯელობის სინდრომზე გიყვებათ, გოგა ხაინდრავამ ორჯერ უჩივლა. ერთი სამოქალაქო დავაა, რაშიც სასამართლომ შაბათის ფორმულა გაამტყუნა. მეორე კი გადაცემის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნა, ეგრეთ წოდებული ცრუ დასმენის მუხლით. აკავებენ მზიას და ვერაფერს ვერ ვაკეთებთ. ანუ ვერაფერს ვერ ვცვლით ამ ყველაფრის ფონზე და მოვდივართ იქამდე, რომ სიტყვის გამო რაც არ უნდა მიუღებელი იყოს ეს სიტყვა რიგი ადამიანებისთვის, ჟურნალისტს ძალიან დიდი საინტერესო წარსული გამოცდილების ვახოსანაიეს იჭერენ. არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ის საქმე, რომელიც შაბათის ფორმულას წინააღმდეგ დაიწყეს. სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე არსებობს, რომელიც არის უპრეცედენტოდ ცრუ და მას არ ვეთანხმები. და მოსამართლემ მომჩივანს აბსოლუტურად ყველაფერი დაუკმაყოფილა და ნუ პარალელურად სისხლის სამართლის დევნა დაიწყო პროკურატურამ. დემოკრატია კვდება სიბნელეში. ეს სიტყვები უოტერგეიტის სკანდალის შემქმნელ საკულტო ჟურნალისტს ბობ ვუდვორდს ეკუთვნის. მართლაც ქართული ოცნება ცდილობს დამოუკიდებელი მედია რუსულმა სიბნელემ შთანთქოს. უცხოეთის აგენტად გამოცხადებული და ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში გაქცეული რუსი ჟურნალისტი გვეუბნება, რომ ვახოსანაიასა და მზია ამაღლობელის პატიმრობა სხვა არაფერია თუ არა კრემლისტური ტერორის ანალოგი. Триггерной точкой больше стало убийство Анны Политковской. ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობა იყო მთავარი განგაშის ზარი. სამწუხაროდ რუს ხალხს ამ მკვლელობაზე დიდი რეაგირება არ ჰქონია და ამან ხელფეხი გაუხსნა რეჟიმს საბოლოოდ. თქვენ თქვით, რომ თქვენი კოლეგა Facebook პოსტის გამო დაიჭირეს. ეს იმდენად გავრცელებული მეთოდია რუსეთში ხალხის დასატერორებლად უამრავი ადამიანი მახსენდება. 2022 წლის 24 თებერვალს კი საბოლოოდ გაქრა დამოუკიდებელი მედია. მე იმ პერიოდში გავიქეცი რუსეთიდან, რადგან ციხე მემუქრებოდა. ქართულმა ოცნებამ მედიის ტერორი ყველაზე ცხადად 2021 წლის 5 ივლისიდან დაიწყო. მაშინ სადამსჯელო ოპერაცია პრორუსულ ჯგუფ ალტინფოს ხელით განახორციელა, რასაც TV პირველის ოპერატორის ლექსო ლაშქარავას სიცოცხლე ემსხვერპლა. 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა. დროის განმავლობაში ძლიერდება წნეხი დამოუკიდებელ მედიაზე. უფრო მეტიც, აქციებზე ჟურნალისტებს სასიკვდილოდ იმეტებენ. პოლიცია ადგილზე არ არის. გვებძვის სისტემა რუსული მისი მარიონეტის ჩვეულებრივი მხატვრული სიუჟეტია და შესაბამისად მათი მეთოდები ასე ვთქვათ მორალურად ვერ გაგუტეხს. ეს არის აქ თავარი და ეხლა რაციონალურ და პრაქტიკულ შიშებთან ცხოვრება
რავი, როგორ გითხრათ ახლა ჩვენი ცხოვრების გზა იავარდით მოფენილი არ ყოფილა. ამით ძალიან ვერ შეგვაშინებენ. ეს კვირა ვახოსანაიას დაკავებით არ დასრულებულა. ეგრეთ წოდებული სქროლვას ქრინვის დეპარტამენტის საჩივრის საფუძველზე მოთვინიერებულმა სასამართლომ წუხელ 25 დღით გაუშვა ციხეში ექიმი გიორგი ახობაძე, ისიც Facebook სტატუსის გამო. თან ძალიან გულზე მოხვდათ რა ეთქობა ეს მხილებები და აუცილებლად გავაგრძელებ მათ მხილებასაც და აუცილებლად ყოველთვის ვიტყვი რომ ყველა ჩამდები პოლიციელის დედა და რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს ეს რაღაცა ვიგინდა რა კობახიძე და მეორე თვალებ ხატულა ეს ლევან მახაშვილი რაღაც პატარა პროპაგანდონი არ ვიცი მაგათ რა ეწყინათ მაგრამ მაგათ ცალკე მიეხედებათ რა ბიზნეს მარიონეტები არიან პატარა თოჯინები ეს დღეებია გადაცემა ახალი ფორმულას წამყვანი ეთერში მარტო შედის. მისი მეწყვილე ციხეშია. ნინო ჟიჟილაშვილი გვიყვება, რომ მთელი 14 დღის განმავლობაში დაპატიმრებულ მეგობარს მესენჯერში გასამხნევებელ გზავნილებს მაინც უტოვებს. ფორმულა როგორც მედია ამასაც გაუძლებს, იმიტომ რომ ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ, ვინც აქ მუშაობთ, ეს თითოეული ჩვენგანის არჩევანია. ერთი დღეც რომ ადამიანს 1 საათის ყოლა სადმე გააჩერებ ეს არის უკვე ძალიან დიდი პრობლემა. ის როგორც გითხრა, საიას თავმჯდომარემ უკვე არის პოლიტპატიმარი, იმიტომ რომ პოლიტიკური მოტივით არის დაპატიმრებული, თუმცა მაინც როგორც თვითონ უყურებს ამ ყველაფერს, მეც ისევ ვცდილობ შევხედო და ამიტომ ძალიან მიადვილდება და გვიადვილდება გარეთ მყოფებს. დღეს ვახოსანაიას გარეთ 4 შვილი ელოდება. მათგან ყველაზე პატარა არ დადეგებს 14 დღის განმავლობაში მამის გარეშე გაატარებს. დღეს საქართველო ხომ ის ქვეყანაა, რომელსაც ყველაზე ახალგაზრდა პოლიტპატიმრები ჰყავს. ის ქვეყანაა, სადაც ჟურნალისტებს პოლიტიკური ნიშნით და Facebook სტატუსის საბაბით 4 კედელში ამწყვდევენ.